გამარჯობა მეგობრებო, მე ქეთა ვარ და თქვენი მყოფებით ჩემს YouTube არხზე. დღეს უკვე ჩემი მეოთხე ვიდეოა, რომელსაც ვიღებ და დღევანდელი ჩემი ვიდეოს სტუმარი იქნება უინფლუენსერესი, ულამაზესი, უსაყვარლესი, უპოზიტიურესი, ყველაფერი უადამიანი, ქალბატონი ანა. გაიცან ჩემს subscriber-ებს. გამარჯობა, მე ანა ვარ, როგორც ქეთა მახსენა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოვხვდი ქეთას YouTube არხზე და აუცილებლად გამოიწერეთ ქეთა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ. უკვე არსებული ვიდეოებით ძალიან კარგია ჩემი სუბიექტური აზრით. მოკლედ, დღეს გვექნება ასეთი ჩელენჯი. თითოეულ ჩვენგანს გვექნება 15 ლარი ბიუჯეტი და ამ 15 ლარით შევეცდებით, რომ შევქმნათ იდეალური კერძი. შევეცდებით, პირობას არ მოგცემთ, არა, არ მოგცემთ პირობას. ყველანაირად ვეცდებით მოკლედ, რომ კარგი გამოვიდეს, საინტერესო გამოვიდეს. ყველაფერს განახებთ, პროდუქტებს როგორ შევიძენთ, რამდენად გვეყოფა, რამდენად არ გვეყოფა, ცოტა ვაჭრობთ, წავალ. მე ცოტა უფრო TikTok-ურს გავუშვებ, რომ გამოყვებით სადაც წავალთ. მოკლედ ხალხო, ახლა ვართ გზაში და მივდივართ მაღაზიაში. პირველი წავალთ ორნაბიჯში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ორნაბიჯში ყველაზე ადვილად ვიპოვით. ადვილად და იაფად შევიძენთ პროდუქტებს, იმიტომ რომ მგონი ორნაბიჯი ყველაზე იაფია. მე იქ თუ ვერ ვნახე რაც მინდოდა, ცოტა გასართობად ბაზარში გავივლით და შევეცდებით, რომ იქ ვევაჭროთ ხალხს, ისე ვიყიდოთ რაღაცაები და ვნახოთ მოკლედ რა ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდეს ეს ყველაფერი და დეტალურად გაყურებინებთ მე რა და როგორ იქნება. ჩვენ ხა წამოვედით ქეთამ დაგტოვა თვითონ მანქანა და ისე ჩვენ ფეხით ვბოდიალობთ ბაზარში და უნდა ვიყიდოთ პროდუქტები და წამოყვევით. მინდა ეხა ჩემი პირველი დავალებაა რომ ვიპოვნო დიდი კარტოფილები, ანუ სუქანა კარტოფილები და წამოყვევით. მოკლედ ხალხო, ეხა მოვედით ორნაბიჯთან, შევალთ და ვნახოთ რას ვიპოვით. წამოდი. ესე იგი ჩვენ გვინდა ნაღები, ოღონდ რა შეიძლება იაფად. მაგრამ სად ნახო იაფად ნაღები. ეს რა არის? 85 ყირს ეს. 85 ყირს. ხალხო, ნუ დავიკარგე მგონი, იმიტომ რომ ვერ პოულობ სად არის კარტოფილი, სად არის ბოსტნეული, საერთოდ ვერ პოულობ და იმედია რომ ეს მე ვიპოვნე. გამოვედით გარე ბაზარში, იმიტომ რომ შიგნით ვერ ვნახე ის კარტოფილი, მე რაც მინდოდა და მგონი ვხედავ. არა, აქედან მჭირდება. დიდი კარტოფილები მჭირდება. აი, აქ რაც არის ეგ მინდა. აქედან არ შეიძლება რო ავიღო? აი, მაშინ არ მინდა, მადლობა. ხალხო, ესე იგი ვერ ვიყიდე ნაღები, იმიტომ რომ ძვირი ღირდა. ბიუჯეტში ვერ ვეტევოდი, ვერ ვიყიდე ვერც სოკო. ვერაფერი ვერ ვიყიდე, ქათმისფილოს ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ ძვირი ღირდა. და ხა ვფიქრობ სხვა მაღაზიაში წავიდე, ქათმისფილო ვიყიდო ერთი ცალი, ასაწონით რომელიც იყიდება. და სხვა რაღაცებიც უფრო იაფად ვნახოთ და ნახოთ რა იქნება, მაგრამ ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს, 15 ლარად როგორ ვიყიდო? ხალხო, შოქში ვარ, იმიტომ რომ კარტოფილი ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ არ მომყიდეს. 4 ცალი მინდოდა, იმიტომ რომ არ ჭირდება მეტი, დიდი კარტოფილები მინდოდა 4. არ მომყიდეს, იმიტომ რომ თლიან მე შოქს მატანდა, ისი არ ვყიდითო და ეხა გადავწყვიტე რომ სხვა რაღაც გავაკეთე, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს. ხალხო, მარნეულში მხოლოდ აზერბაიჯანული სიმღერები კი არის, ის მარნეულში და სისიმაცის არასდროს არ შეუშინდებით ქარს, იმილით ვუსწორებთ სულ ყველას თვალს, არა და რამდენი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ჩვენ მოკლედ აღმოჩნდა, რომ ამ მომენტში არ იყო დაკავშირებული მიკროფონი კამერასთან, ამიტომ ხმა არ ისმის კარგად, საშინლად ისმის და გადავწყვიტე ესე გადამეხმოვანებინა ეს ჩემი ვიდეო. აქ ვართ სავაჭრო ცენტრში, მარნეულში ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი და კარგი მაღაზია, რომელშიც საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები აქვს, სხვა ქსელურ მაღაზიებთან შედარებით საკმაოდ კარგი ფასებია და არის ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება სხვა მაღაზიებში ვერ იპოვნო. აქ ვეძებდი ნაღებს, იმიტომ რომ სხვა მაღაზიაში ვერ ვნახე ის ნაღები, რომელიც მინდოდა, ძვირი ღირდა, მაგრამ საბედნიეროდ სავაჭრო ცენტრში იყო ნაღები, რომელიც ღირდა 5.55
და ის შევიძინე. ნაღების გარდა ასევე უნდა მეყიდა ქათმის ფილე, რომელიც საკმაოდ იაფიღირდა და აქ გაკვირვებული უყურებ ფასს, იმიტომ რომ პირველად ნახე ქათმის ფილე 4.70-ად, 9 კილოიანი იყო და ღირდა 4.70. ხალხმა ასე უცნაურად რატომ უყურებს, ყველა არ ვიცი. ანუ ცოტა არაკომფორტულია ასე ვიდეოების გადაღება, მაგრამ არა უშავს, უნდა მივიჩვიოთ ნელა, იმიტომ რომ ესენი ვიპოვე და რადგან ისინი ვიპოვე, всё, მე ბედნიერი ვარ. კარტოფილს ასაკოსაც ვიპოვე და ბანანი. მოკლედ ძალიან რთული აღმოჩნდა იმ კარტოფილის პოვნა, რაც მინდა და მგონი სხვა რაღაცას გავაკეთებ საერთოდ. თვად კარგი კარტოფილები არ არის, ცოტა დიდებს ავჭი. აბა ეს რამდენის იქნება? ახლა მოვიდი სავაჭრო ცენტრში. რა ვიყიდო ფილე. მედი აქ იქნება და რა გავიმართლებ ცხოვრებისეულად. მეგობრებო, არის ფილე და ახლა უნდა ვიყიდო. ეს ღირს 4.70 და მგონი ვეტევი. ეს ყველაფერი იყო 10 ლარის და 20 თეთრის. ხურდა დამჭა 4 ლარი და 80 თეთრი და 4 ლარი და 80 თეთრით უნდა მივიდე კარტოფილი და სოკი. ეხლა წავიდეთ ბაზარში და ვიშოპინგებ. ახლა წონის 4 ცალ კარტოფილს ბაზარში ვარ და ყიდულობ კარტოფილს. ხო და ნახოთ 4 ცალი კარტოფილი რამდენის იქნება. იმედია სოკოსთვისაც დამრჩება ფული. აბა ნახოთ. ლარი. ეს ვარშავი? ოდი ბანაკტიკობით. საოჯრო ცენტრის მერე გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით ბაზარში, რომ იაფად გვეყიდა კარტოფილი და სოკო. კარტოფილი ზუსტად 4 ცალი ავიღე. ანასგან განსხვავებით, ანას არ მიყიდეს ცოტა კარტოფილი. მთელი კილო კარტოფილი მიყიდეს, მე კიდევ 4 კარტოფილი ვიყიდე, რომელსაც გადავიხადე ლარი და დამჭა 3 და 80. რაც მონურა. არა, არ გამოგაჩენ, არა. 3 და 80 ხურდა დარჩენი და რაც მონურა 3 და 80 მოვიდე და სოკო. მე ვფიქრობ, რომ ანას დავამარცხებ. იმიტომ რომ მე უკვე ძლიერი სოკოს გამყიდულმა არ მოინდომა გამოჩენა და მეც ვუბნებოდი რომ არ გამოგაჩენ, ნუ გეშინია, არ გამოგაჩენ, არც გამომიჩენია, იმიტომ რომ არ მიყვარს დავკითხავთ ვინმეზე გადაღება და მისი კადრში გამოჩენა. ხალხო, როგორც გავარკვე, ეხლა საოჯრო ცენტრში, ჩვენ რო გამოვიდეთ და ბაზარში წავედით, ახლა საოჯრო ცენტრში არის ანა და ეხლა შევუვარდეთ ანა საოჯრო ცენტრში და ცენტრში. და ხედოთ რა ყიდულობ. აი მეგობრებო, ქათმის ფილეც ვიყიდე და ჩვენ შეგხვდა ქეთანო. ჩვენ შეგხვდა ქეთანო. ოქჯაგა გადაღებული. სად მინიხართ ახლა? ეხლა ჩვენ მივდივართ რომ ბოსტნეული მინდა რომ ვიყიდე და სულ დამრჩა 1 წუთთან განახერხეთ. აი მე მაგ 6.50 მოკლედ და ბოსტნეული მაგ მარტო საკითხი და ახლა კითხოთ კამერამენებს, როგორ გრძნობენ თავს, დავიწყოთ ელენეთი. მიდე. ძალიან კარგად. ანუ ძალიან მომწონს ეს საქმე. გავაგრძელებ აუცილებლად. მეც მომწონს და ყონდა. ყველა ვიდეოში ქეთა მეჩხუბება, მიყვირის და ცოტა დაფანტული ეს კამერამენი კი არ ვეჩხუბები და ვუყვირი. ცოტა ძალიან ბრაზიანი არის ეს. არ ვარ ბრაზიანი, კი. იმიტომ რომ 2.50 ახლა მე ვერ მივცემ სუნელში. ვარად გაყიდი. კნას ვერ მიცემ? 2.50 მე ვერ მივცემ სუნელში, იმიტომ რომ მე ბოსტნეულს ვეღარ ვიყიდი, ამიტომ სუნელს არ ვყიდულობ. და წაი ბოსტნეული იყიდა. ეხლა მე ავარჩევ სტაფილოს. რა ღირს კილო? არ ნახევარი. 1 კილო. აი 1 ცალი მეყოფა ეს. მოკლედ 360 მივეცი სტაფილოში და ბულგარულში, იმიტომ რომ სხვა ბოსტნეული ვერ ვნახე, რაც მოუხდებოდა. შეიძლება ეს არ მეუხდეს, მაგრამ არა უშავს და დამრჩა ლარი, კაიტო. ლარი, 2 ლარი. ნიორი დამავიწყდა და ინიორის ვიყიდე. ხალხო, ერთი შეცდომა დავუშვი. უნდა მეყიდა ერთი კვილი ნიორი და დამავიწყდა. მქონდა ფული 3 და 80 რო გადავიხადე სოკოში, საკმაოდ ბევრი სოკო ვიყიდე და მაგდენი სოკო არ მჭირდება და შემეძლო ჩვეულებრივად ნიორიც მეყიდა, მაგრამ დამავიწყდა ნიორის ყიდვა. არა და ნიორი მინდა ყალყნა. ეხლა ველოდებით ანას და ელენეს რო წავიდეთ სახლში, ჩვენ ყველაფერი ვიყიდეთ. ნუ ყველაფერი რაც ამოვიწყდა ხო არა უშავს და წავალთ სახლში და დავიწყებთ უკვე კერძების გამზადებას.
ეს დამრჩა მეგობრებო. მანქანაში არ შემომიხტეს ვინმე და არ გამლახოს ვიდეო. ტრენდი როა ხო იცი ძალიან შორიდა რომ მორბის ვიღაცა და რო ყვირის და ნუ მიღებ. აი სულ მეგონა რომ მასე მოხდებოდა და ვიღაცა გადმომივარდებოდა საიდანმე და დამიწყებდა კერძო ნუ მიღებ. ესე იგი მოკლედ ვიყიდეთ პროდუქტები. მე ვიყიდე, ანუ ხალხო, მე ვიყიდე 2 კილო კარტოფილი. მე 4 ცალი, მაგრამ ერთი კბილინი ორის ყიდვა დამავიწყდა და შეიძლება მოვიპარო თუ ვერავინ ვერ დაინახა კონკურენტისგან ნახოთ. კარგად ვხედავ და ინახოთ. აბა ნახოთ რა მოხდება. მე ვფიქრობ მაინც რომ მოვიპარავ. რას ვფიქრობ? მე ვფიქრობ რომ ვერ მოიპარავ. კარგი מחხვილი თვალი მაქვს მოკლედ. ერთი კბილინი ორი მინდა ხალხო ხედავთ რა ბოროტია. კაი, აი, ერთი კბილინი ორი იყოს ჩანდავს, მაგრამ ანუ ქულა გაკალდება მაგრამ. არ მინდა. მადლობა, აღარ მინდა არც ერთი კბილინი ორი. აი ჩემი პროდუქტებით გავაკეთებ. წავედით ხალხო. მოკლედ, ჩვენ უკვე ვიყიდეთ პროდუქტები, მოვიტანეთ და ნორმალურად დავიწყებთ გამზადებას. მე ჯერ მყავს ძალიან ცოტა subscriber-ი და არ მყავს სპონსორები, მაგრამ სამაგიეროდ მყავს დეიდა, რომელმაც დღეს მაჩუხასეთი წინსაფრები, რომელიც გამოგვადგება ვიდეოს გადაღების დროს. და დეიდა შევპირდი, რომ აუცილებლად განახებდეთ მის Facebook გვერდს და აქ ამონახდება დეიდა ჩემის Facebook გვერდი. ტარამ! ამონახდება და ძალიან საყურებლობა რაღაცებს ყიდი. ყიდის და ვისაც გაიტერესებს, შეგიძლიათ იყიდოთ და აბა. ძალიან კარგია მართლა ხარისხითაც. მოკლედ, ეხლა გადავიღებთ unboxing ჩემო მეგობრებო. ეს არის ჩემი 2 კილო კარტოფილი. ანუ ხო შემელა რომ 4 ცალი მეყიდა, მაგრამ არა, ეს არის 2 კილო. მე ხო ძალიან ბევრი ფული მქონდა და ამიტომ ვიყიდი აი ამდენი კარტოფილი. და მე 4 ცალი ვიყიდე ხალხო, იმიტომ რომ დავზოგებული. ყუა გამოიყენა, რომელიც მე თურმე არ გამაჩნია. 2 კილო არ ვიყიდი, ამიტომ ვიყიდე 4 ცალი კარტოფილი, რომელიც მეყოფა. შემდეგი მაგრამ მე შენს მთელ ოჯახს დავაპურებ. შეიძლება. ან მოწამაო. ეს არის კაცის ფილე, რომელიც ერთ-ერთივე ადგილას ვიყიდეთ. თითქმის ერთდროულად. მე კეთას დავიწყდა კიდე ნიორი რო ეყიდე და მე ვიყიდე. ფული მყოფნიდა. რომელსაც არ გავუზიარებ, მაგრამ გონია რომ გავუზიარებ. შეიძლება მოვიპარო. ნახოთ, თუ ვერ შეამჩნია და მე ისე მოვიპარე, მოდი მქონდეს უფლება. აი, თუ ვერ შევამჩნიო. ჯიბეში არ ჩაიგემე. რასაც ვიყმარ. აი. სოკო. მე ნიორი ვერ ვიყიდე, სამაგიეროდ ვიყიდე ნაღები. მე ვიყიდე 1 ცალი სტაფილო და 2 ცალი ბულგა. არ მithმა არ ვიცი, ბულგა. ბულგარული. 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 როგორც მარნეულ შეეფერება. მე ეს ბოსნეული არ მიყიდია, მაგრამ ვიყიდე სოკო, ეს ხო ქამასოკოა. სოკოებს ვერც არ მიყვარს სოკო, მაგრამ მგონი ქამასოკოა. მეც არ მიყვარს მართლა. აი სოკო, ნახეთ რა სიყვარელია. კი, ქამასოკოა. ელენე მანიშნებს რომ ეს ნამდვილად ქამასოკოა. და მე კიდევ ვიყიდე, ანუ მე ესე. მე ვიყიდე სუნელი, რომელსაც ქეთას არ აქვს. არ მინდა. მარკ მინდა და იყავი. აი, იმიტომ რომ ორივე შეგვიძლია გამოვიყენოთ სახლიდან 3 ინგრედიენტი, რაც basic როგორ თქვი basic არა. რაც basic არის, ზეთი, მარილი და შავი წიწაკა. ამ 3 ნივთის ლიმიტად გამოყენება შეგვიძლია. და ამიტომ სუნელი არ მიგდება, მაქსიმუმ ნიორი მოვიპარო. ვერ მოიპარავს. მოვიპარო. წავედით. მე უნდა გავრეცხოთ და დავჭრა ბოსტნეული. მე კარტოფილი უნდა გავრეცხო, ანუ რომ მორჩება. ან ჯერ გავთვლი. პრინციპში. აი, მე გამოგესარჩლები. მეგობრებო, სხვათა შორის აი უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მე ქეთას აი ეს ნიორი ვაჩუქე. თუ დავამადლი ხო, შეიძლება აღარც ვიხმარო ეს. არ ვიცი. რა ვიცი. ქეთა თავისთვის აჯაზებს. The way you walk, the way you understand me. მე უკვე დავიღალი და მოვიზარდი.
მე რაღაც იწვე. გოგო დიდიდან თუ უჭრი ფრთხილების გამო. ხასამ ხელად ჭრები დაქონდეს, მე რა ამას გეტყიალბათ ერთი 20,000 ჯერ მან. მოკლედ, ახლა კარტოფილს ხარშავთ, მე დავჭერი ცალკე და ანამ ცალკე და. თუმცა ერთად ხარშავთ. კი. და მართლა რამდენი კარტოფილი მაქვს დაჭრილი. და მალე დავიწყებთ მე სოკოს დაჭრას, ანა ბოსტნეულის ბოსტნეულს დავიწყებთ ნელა. ორი ბოსტნეულს ვაკეთებთ. მე სოკოს ჭრი, ანა შევასაკეთებთ. მე გავთვალე სტაფილო და უნდა დავჭრე ხა სტაფილო, ბულგარული და ნიორი და დავჭრე, მაგრამ ჯერ ნიორი არ მჭირდება. რამდენი შოკოლადი უნდა და შევჭამსა. ოჩახ. Gadwani. Lelo. ლაქნას. განახოთ. აი ესე ლამაზად დავჭერი მეგობრებო, ვის ოჯახშიც მე შევალ. და მithაკეთებ ჩემი სატრფოთი შეიძლება. ანა. მოგვიყევი შენი ცხოვრების შესახებ. ჩემი ცხოვრების შესახებ ძალიან დატანჯული ცხოვრება. რატო დატანჯული? მე ძალიან დატანჯული ცხოვრება მაქვს, სახში ძალიან მაბულინგებ. მე ძალიან დატანჯული ცხოვრება მაქვს, სახში ძალიან მაბულინგებენ. ცემენ მიყავენ ხავი. კაიგო. დაიჯე. სამულე ხوار გიყავთ. გვენც დატანჯული ცხოვრება გაქვთ, რასაც გიყურებთ. 6 წელია უკვე. 6 წელი გალბატონო. 6 წელია რაც დატანჯული ცხოვრება მაქვს. ავიკიდება. არა არის. მე უკვე გადავედი გათვის მომზადებაზე. ძალიან ნელია და ამაში უკვე ჩამომრჩება. ამიტომ ეხლა მე ქათამს ვაკეთებ იმ ინგრედიენტებით, რომელიც გვაქვს სახში და ორივე შეუძლია გამოვაყენოთ შავი წიწაკა, მარილი და ზეთი. ამიტომ რაღაცა დაწაბულობას ვგრძნო. შეგიძლია ჭამ. წარი უნდა გავაკეთო, რა? გაკამწარ ყველა. მე დაგაკლდება ფულები, რა თქვია, გიყვარს და გამოგივიდეს. რა ფულებს ელაპარაკი ოღონდ გამაგები. ესე იგი, მე გამზადებული მაქვს სოკო, რომელსაც შევწვავს ორსამეთად. ქათმის ფილე მაქვს უკვე გამზადებული და აეროგრილში უნდა მომზადოთ ცოტა ხანში. ავიდა. ამასობაში კარტოფილიც იხარშება, ანაც აკეთებს. რასაც აკეთებს არ ვიცი, აშკარად ჩემი ჯობია, მაგრამ არა უშავს ხორვატელინე. კარგი იყოს. ბედობს ეს მოგოხბედო. მიდი ანა. ეს კარგად ბლომად უხდება ჩემო საყვარლებო. ტაკიჭაჭ. რამდენი სულები მაქვს სახლში და აი წესების გამო მაინც რომ ვიყიდეთ ყველაფერი რაც გვიყვა. მოკლედ ახლა გაგვახსენდა. ძალიან შეგვიფერება ხო? კი. დიერთობისები. ამიტომ ხავთ კაკოს რომ თავის დოპამინი გამოგვიგზავნოს, ანა გააკეთებს unboxing-ს და დადებს TikTok-ზე, მე დავდებ YouTube-ზე და ასე ორი დავწყები ინფლუენსერი ძალიან გახარებული დაგრჩები. ნამდვილად. გეთახობი ყველაფერში. ყოველ სიტყვაში და ხა მიდი მომიტანე საჭმელი. საჭმელი რა თქინდა? უნდა ჩავაჭყიდო. ანი რო იქ სადა მაქვს მეცადე. ანუ დავინახე რა მომპარე. არ გამოგივიდა. ჯიბები რატო არა აქ? მადლობა ქალბატონო ნაკვაშებასებისთვის. Excited to my paper.
შემომინდები ზის ქორწილის ქვეშ შემომინდები გაგიჟდი და ეხლა ხალხო ჩავდოთ აეროგრილში ჩვენი გათმის ფილე რომელსაც აქვს მარილი შავი წიწაკა ზეთი და ანასგან მოყარული მიური ძალიან მოკლედ ავირჩიე გათმის ხორცი 15 წუთით 200 გრადუსზე ეხა ის შენი ჩავთოთ გოგო მის ახლა კარტოფილს უკეთებთ ორივე კამერაში ნაღებს სამკოლსუზე მე რა ჯანდაბა ხა სამი ცოტა მარილს მოვაყავ და ჩვენ არ გვჭირდება ხელის შოფერი და მსგავსი ტექნიკები თემი კარტოფილის საზელი რომელსაც ძალიან მშვენივრად ვზილავ მეგობრებო, მე არ მჭირდება ნაღები და მსგავსი რაღაცები, გასწავლით ძალიან კარგი ტექნიკას. ჩოფერი ქვია ხორმას. ჩოფერით, ბლენდერით, ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ კარტოფილი და გამოვა უგემრიელესი, გამიჯერეთ. რა არის? გემრიელი რაღაც გამოდის ქეთას ჩემი აზრით. ხან პორციებს რო უყუროთ, ჩემი 200 კაციანი პორცია და ქეთას ანუ 1 კაც ნახევრიანი. დავზოგებული, იმიტომ რომ ნაღები მჭირდებოდა და ნაღები უნდა მეყიდა. ამიტომ არის ეს ჩემია. ანუ მაინც არ გამოვიდა ერთნაირი, იმიტომ რომ ჩემი არის სქელი პიურე. იმიტომ რომ მე მიყვარს სქელი პიურე. ჩემი არის მზად. ოი სადავლის. აი ეს რატო? აუ სულ არ დაასხარა, ცოტა დამიტოვა მეც მინდა რომ. აი ნახე რა სუზა. ყაჩახ ქეთუნა ყაჩახ. ერთმანეთის კერძებს და შევაფასებთ. ნახოთ როგორი იქნება. მე ჩემს კერძს ვერ გავსინჯავ, იმიტომ რომ არც ნაღები მიყვარს და არც სოკო, მაგრამ მანდ გასინჯავს. აუ ქათმის ხორცს უკვე ეტყობა, რომ ძალიან კარგი იქნება. ვერ გაციცი. სიმართლე თქვი ოღონ, გაიგე? მე არ ვარ კომპეტენტური, იმიტომ რომ მე არც თხელი პიური არ მიყვარს და ამიტომ მე არ დამეჯერება. მიდი. ძალიან ბიგი. აი შენი პიურია იღეთ მინდა. აი მიდი. ძალიან გემრიელია. მარილეა. რას? ყველაფერს. მგონი აი ამას ხორცს არა. ან მე მიყვარს ძალიან ლაშე და მარილიანი. ესე იგი ხორცი ძალიან გემრიელი. მოკლედ, მე არ მომეწონა ქეთას ხორცი. რას მოგეწონება და ჰერგრილში იყო. ქეთა მე და ხორცი არ მომეწონა, მაგრამ პიურე და ეს რა ქვია მას? საუსი. პიურე და საუსი და სოკო ძალიან მომეწონა. აი 10-დან 10, მაგრამ აი ქათამი საერთოდ არ მომეწონა, რაც მართალია ვარქელი. მე ჩემ პიურე მიყვარს. ხო, ვარჰამ ძალიან გემრიელია ხალხა. ქათამი. კაი ესენი ხალხი. ეს ძალიან გემრიელია. ხალი პიურებისაც უყვარს?
ძალიან კარგი იქნება იმისთვის. გემოზე ზანგემრიელი, უბრალოდ მე კონსისტენცია არ მიყვარს. მე ზოგადად სოკო არ მიყვარს, მაგრამ ეს соуსი და თვითონ სოკო ისეთი გემრიელია, რომ რავი ეს შევჭამდი. ესე იგი ხალხო. ჩემი რჩევა იქნება, რომ აი როგორ ჩქათამი არ შეწვათ ნამდვილად შემწვარი გინდა და არა მოხარშული. იმიტომ რომ ეს სიჯანსაღი რაღაცა ძალიან ისინია რა. არ არის სიჯანსაღი, ქათამი და შეწვათ ცეჩი კარაქში. გაბრაწული სუნელები. ამიტომ აინამ შეწვათ. სხვა შორს მადლობა ვის უნდა უთხრა ტაფაზე რომ შეწვიდა არა აეროგრილში. შენ რატო? იმიტომ რომ აეროგრილში წავდი და მე გითხარი რატომ ბაძავ დროზე ტაფაზე შეწვითქო და მე შეგაწევინე ტაფაზე. აი ეგრე არ იყო, ხო და მე თანხმობით რომ ეგრე არ იყო. მე გითხარი რომ მე არ მიდოდა გაზი გამესვარე შენ და ხო და მე ხო გითხარი მიდი კარგი. მადლობა, კეტა. დიახ. კენი გამოგვივიდა ხო? ჩემი აზრით გამოგვივიდა. ხო, და ხალხო არ დაგვავიწყდეს ანას TikTok-ის გამოწერა. აი აქ ამოვარდება. და გამოვიწეროთ ყველა, ვისაც ჩემი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ისიც გამოიწონეთ ვიდეო და ლაიქეთ. კიდევ დამოიწყდა რაღაც თქვა ჩასვა. ხალხო, როგორც ნამდვილმა იუთუბერმა მეც გადავწყვიტე, რომ შევქნა დონაციის ლინკი. ხო და ჩემი ამ დონაციის მიზანი არის შტატივი, განათება და ახალი მიკროფონი DJ Mic Mini. ხო და ვისაც გინდათ რომ ჩემი ახალი კონტენტი ნახოთ და ცოტა განვითარებული იყოს, შეგიძლიათ დამიდონატოთ. ძალიან მიხარია რომ კეთას თავიდან დასაწყისში ვთქვი რომ ძალიან მიხარია რომ კეთას YouTube არხზე მოვხდი. ძალიან კარგი გამოცდილება იყო და ძალიან სახალისო იყო ყველაფერი. ძალიან მიმხიარებოდი მოკლედ. დავიღალეთ. დავიღალეთ და მაგრამ ღირდა. იმიტომ რომ გონია რომ საინტერესო ვიდეო გამოვა. ნამდვილად. ამიტომ გამოიწერეთ კეთას არხი ეს ვიდეო დალაიქეთ. და სიახლეებით მალე მოვა. რა თქმა უნდა, ბევრი კულინარიული ვიდეო იქნება და დამეწვენთ რომ აეროგრილში აღარ შევწევ ქათამს. და მე ვასწავლი ქათმის ხუჩაბათამდე. ხუჩაბათამდე.